გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. არსებობს ესეთი გამოთქმა, რომ თუ სხვას ესვრი ტალახსო, შენს ფეხებთან მიწა ცოტავდებაო. მოკლედ დღევანდელი თემა დიდი არ არის, თავისი არსით, ხერხემალი არ არის დიდი, მაგრამ შევეცდები რომ, ესე ვთქვათ, ამ მეინსტრიმს დავამატო სატელიტები და ეს სატელიტებიც საინტერესო იყოს რა, შემეცნებითი იყოს და შევავსო გარკვეულწილად. რას ეხება ისეთ ფენომენებს, როგორიც არის ჩვენში სიტყვა მაგალითად ბედი, იღბალი, აურა და ასე შემდეგ. კერძოდ ის რომ ადამიანს რაღაცა საქციელი, რაღაცნაირად კარგი თუ ცუდი და ეს კარგი და ცუდიც ვიცით უკვე ვინც ჩემი მსმენელი ძანდებით წარმოდგენა გვაქვს, რომ ფარდობითი ცნებებია, ესე თუ ისე ზოგადად რომ უწოდოთ მას ქმედება რაღაც დროის შემდეგ უკან უბრუნდება რაღაცა ფორმით. ეხლა მე შევეცდები ამ ვიდეოში დაგანახოთ, რომ ეს ყოველთვის ასე ხდება და ის რომ ილუზია გვაქვს ხანდახან რაღაც ასე არ ხდება, ან სხვანაირად ხდება, რა არის ამის მიზეზები და ის რომ ეს ელემენტარული, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია მოვლენებისა, რომელიც უბრალოდ სხვანაირი ფორმით წარსდგებიან ხოლმე ადამიანის წინაშე. მთავარი პრინციპი რა არის აქ? მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენი სამყარო არის ზოგადად ჩაკეტილი სისტემა. აი, ჰაბლის რადიუსი, ხო? გაგიგიათ, ჰაბლის რადიუსი არის ის მანძილი, რის შემდეგაც ჩვენი მატერია აღარ არის. ანუ ჩვენი სამყაროს სფერული ფორმა რო წარმოვიდგინოთ, როგორც გაბერილი ბუშტი, აი ეს ამ ბუშტის რადიუსი. ამას ეძახიან ჰაბლის რადიუსი. ეს სამყარო ფართოვდება, ხო? ისევე როგორც ბუშტი გაბერვის დროს თლიანად იბერება. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ სინათლის სხივი, ისე რომ მისი სიჩქარე, თქვათ, კონდეს ამ სინათლის სიჩქარე კონდეს არსებულ სიჩქარეზე, რაც ახლა აქვს 300,000 კილომეტრი/წამი, მილიონჯერ მეტი და უფრო მეტი, მილიარდჯერ მეტი სიჩქარე რომ კონდეს. და ჩვენიდან გავგზავნოთ სხივი კოსმოსის კიდისკენ, ჰაბლის ზედაპირისკენ. ეს სხივი გაასრევს, რა თქმა უნდა, გასცდება ამას რაღაც მანძილზე და შემდეგ მობრუნდება და ისე წამოვა ჩვენსკენ. გრავიტაციის, ანუ სამყაროს გრავიტაციის მოქმედების შედეგად. ანუ ამით რის თქმა მინდა რომ მთლიანობაში რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენი სამყარო არის ჩაკეტილი. თუ რამე ხდება, ყველაფერი ხდება შიგნით. ნუ სადამდეც გაფართოებულია აი იმ დონემდე. მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება იმის დამიხედვით, თუ რა სიჩქარე ექნება სინათლეს და რა მანძილია სწორედ ეს ჰაბლის რადიუსი, ხო? ეხლა ეს რომ დავაპატარავთ, ანუ მოვყვეთ ჩვენსკენ, ჩვენს გალაქტიკაში შემოვიდეთ, შემდეგ ჩვენს მზის სისტემაში, შემდეგ ჩვენს პლანეტაზე. პლანეტა შედარებით უკვე პატარა სისტემაა, მაგრამ ასევე ჩაკეტილი სისტემაა. რაღაცა ქმედებები, რაღაც ტიპის ქმედებები ყოველთვის რაღაცა ფორმით ისევ აკტრიალებს და აქ ბრუნდება თუ გამგზავნი არის იმას რაღაც ფორმით დაუბრუნდება. გააჩნია კონტექსტი, რა თქმა უნდა. სწორედ აქ იმ მაგალითის მოყვანას ვაპირებ, რომელიც ამ კონტექსტებს დაგვანახებს. იგივე მით უმეტეს თქვა თუ ჩვენს კონკრეტულ ქვეყანაზეა საუბარი, ან რაღაც მცირე სოციუმზე, ან ოჯახზე, ან თქვა სამსახურის წრეზე, ან სამეგობრო წრეზე და ასე შემდეგ. რაც უფრო პატარა სისტემა, მით უფრო ეს ანუ ქმედებები სწრაფად აირეკლება და ეს ნიუტონის მესამე კანონი F უდრის -F-ს, F-ის რაღაცა კონტექსტური ვარიანტი უფრო სწრაფად ხორციელდება. თუ საგანს აწვევი, იგივე ძალით ის უკან გაწვევა, ხო? დაახლოებით ამდაგვარი რაღაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი ქმედების ტალღებში. ანუ აი რომ ავიღოთ თასში ჩასხმული წყალი და ჩავაგდოთ კენჭი. ეს ტალღები გავრცელდება ნაპირამდე, მობრუნდება ისევ და იმ ჩაგდების ადგილს დაუბრუნდება, ხო? სულ რაღაც წამებში, 1-2 წამი მაქვს. რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, აუზი, იგივე რომ გავაკეთოთ, გაგრძელდება რამდენიმე წამი, რამდენიმე წუთი ეს ტალღების ნაპირამდე მისვლა და უკან დაბრუნება. ანუ ეს როგორც ჩაკეტილი სისტემა რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს ქმედება არსად არ მიდის, არ იკარგება. ასევე ზღვაში უკვე რამდენიმე წუთი გაგრძელდება, ხო? თქვათ პატარა ზღვა თუ არის, ტბა მაგალითად. თავარი პრინციპი არის სისტემის ჩაკეტილობა. ეხლა მოდი განვიხილოთ ერთი ესეთი რაღაცა მაგალითის სახით, რომ აი ეს კონტექსტები კარგად გავიაზროთ რა.
წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, წარმოვიდგინოთ პატარა კუნძული, პატარა ზომის კუნძული, სადაც თქვათ თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა, საბედნიეროდ გადარჩა ყველა, მოხდა ისე რომ ყველანი გადარჩნენ, თქვათ 30 კაცი იყო, გადარჩა 30-ვე კაცი, დიდებიც, პატარებიც, ქალებიც, კაცებიც, ბავშვებიც და მათ სანამ მაშველები მოვიდოდნენ, მათ მოუწიათ რამდენიმე წელი იქ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ფუნქციები გაინაწილეს, თქვათ 5 კაცი მონადირე იყო, 5 მეთევზე, 5 მზარეული, შემგროვებელი, ცოტა კიდევ მზარეული რამდენიმე, რომელიც კულინარია ეხერხებოდა და იცოდა და კარგად ამზადებდა საჭმელს და რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, იქ ცხოვრობენ, ფუნქციონირებენ, მოდი ესე ვთქვათ და მოდი ერთმა ჯიგარმა მონადირემ ერთხელ გადაწყვიტა, რომ კარგად ნადირობდა და ერთხელ თავისუფლება მისცა, რომ მოდიო თავს მოვიმკვდარუნებო, ასე ვთქვათ, ვითომ ცუდად ვარ, მუცელი მტკივა ვთქვათ, არ შემიძლია არც ჭამა, არც სიარული, მით უმეტეს არც ნადირობა და ერთი კვირა ვიზარმაცებო რა. წამოწვა ხოშიანად ქოხში და რავი, მოდიოდა საჭმელი და ემსახურებოდნენ და ასე შემდეგ. მოიტყუა მოკლედ. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მოხდა ის, რომ როგორც ხდება ხოლმე, თქვათ საშუალოდ მაგალითად თუ მოქონდათ 20 ფარგლე, 20 ერთეულის ფარგლებში ნადავლი, მაგალითად პირობითად წარმოვიდგინოთ, ამ კაი მონადირის წყალობით დაახლოებით 5 ერთეული დააკლდათ საშუალოდ, ხო? ანუ საკვები მოაკლდათ. რა თქმა უნდა, ეხა უკვე მუშაობს ადამიანის ფსიქიკა, რეჟიმი, ფიზიოლოგია, საჭმელი რომ მოაკლდათ, გაჩნდა რაღაც დეფიციტი, თქვათ, სუფრაზე. იქ ვიღაცას თავის ბავშვისთვის უნდა ვთქვათ და რაღაცა დააკლდათ, ვიღაცამ იმის მაგივრად აიღო, შეჭამა, პატარა კონფლიქტი იყო, წაკინკლავება და ორი ტიპი, მაგალითად ორი მზარეული, კულინარი, ერთმანეთს გადაეკიდა მცირე კონფლიქტის გამო. თან ჩაკეტილ სისტემაში ასეთ პატარა რაღაცეებზე შეიძლება დიდი რეზონანსი მოყვეს, ხო? მცირე იქ მით უმეტეს იქ საკვები ესეთი რაღაც არ არის, რომ ყოველდღე იყოს და მცირე რაღაცამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტი ადამიანებს შორის, ხო? და ერთ-ერთმა მზარეულმა თქვა, რომ აი მე მორჩა, მე ამასთან ერთად ვერ ვიმუშავებ და რაც გინდა ის ქენითო და თქვენ გაამზადეთ საჭმელი. ამათმა ეხა ვინც იქ მენეჯმენტს ვინც ეწეოდა, რა ვქნათ, რა ხა ადამიანებს ძალით ხო ვერ შევარიგებთ, ალბათ დრო გავა, გაუვლით და ერთ-ერთი ბავშვი აიყვანეს, რომელმაც არ იცის ახლა კულინარია, საჭმლის მომზადება, მით უმეტეს ეს ველურ პირობებში და უბრალოდ უთხრეს ორი სიტყვით, თუ აი ასე გააკეთე, ასე გაპტკვენი, ასე გამოშიგნე, ასე დაჭერი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მოხდა ისე, რომ ერთხელ მოიტანეს დაავადებული ფრინველის ხორცი. ბავშვმა რა თქმა უნდა დაჭრა, მან არ იცოდა, რომ ეს დაავადებული იყო, იქ რაღაც შესქელება შენიშნა, თქვა სისხლის შავი რაღაც და უბრალოდ შეიძლება ამოჭრა, გადააგდო, მაგრამ მისი გამოყენება რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა ამ ფრინველის, ამ სპეცდამუშავება ჭირდება მას და ეს დაჭრეს, გააკეთეს, თქვათ, მოხარშეს, გააკეთეს სხვასთან ერთად საკვები, მოხარშული, მიირთვეს და მოხდა ისე, რომ ბლომად მათგანი მოიწამლა, არ დამთავრებულა ფატალურად ეს ყველაფერი, მაგრამ კვირების განმავლობაში კვების პრობლემა ჰქონდათ, სხვა ალერგიები, თავის ტკივილები, მუცლის ტკივილები და ამ შემდეგ სერიოზული დარტყმა მიაყენა ტომს ამ დაავადებული ფრინველის საჭმელმა. რა თქმა უნდა, მერე მიყვნენ რა არისთვის, რა იყო მიზეზი და ამ პიროვნებას მიადგნენ, მაგრამ ეს ხო ხვდებით როგორ ხდება, ხო? ესე ცალსახად ვიღაცას თითს ვერ დაადებენ. ის გამოუცდელი იყო, იმათ შორის კონფლიქტი იყო და ასე შემდეგ. და ამ ავადმყოფებს შორის მოყვა ეს ჩვენი ჯიგარი ზარმაცკიკო მონადირე. ანუ ამას შემოუბრუნდა ბუმერანგი უკან, ხო? კი ბატონო, ეხლა რა თქმა უნდა, ყველამ ერთად გავიფიქრეთ ის, რომ მოიცა, სტოპ. იქიდან იქამდე სანამ ბუმერანგი მიუბრუნდებოდა, ბევრი ვარიანტია, ხო? ბევრი განშტოებაა. მაგალითად, შეიძლება ის, რომ ავადმყოფი ფრინველი არ მოეტანათ, ხო? და არც არაფერი მომხდარიყო და მერე ის გასულიყო ისევ სანადიროდ. ჯერ ეს ერთი, ანუ ჩვენ რაც არ უნდა, ახლა გეტყვით პირდაპირ, რაც არ უნდა განშტოება განვიხილოთ თუ, მაგრამ აუცილებლად მოძებნი რაღაცას, რომელიც ასევე ბუმერანგის პრინციპთან მიგვიყვანს. რაღაცა სახით აუცილებლად ეს მოუბრუნდება დამწყებს, სხვებსაც
მაგრამ რამდენადაც სხვებზე გადანაწილდება, იმ დოზით მოუბრუნდება დამწყებსაც. გამომწვევ მიზეზს. ნუ აქ შეიძლება განვიხილოთ, ხო, ბოლოს ვიტყვი განსაკუთრებულ ვარიანტს, სულ ბოლოს, მაგრამ მანამდე განვიხილოთ რამდენიმე განშტოება. ხო, აი მაგალითად, იქნებ ის ავადმყოფი ფრინველი ამ ერთ კვირის განმავლობაში არც ჩავარდნილი იყო მათ ხელში, ხო? კი ბატონო, არ ჩავარდებოდა, მაგრამ ხო ფაქტი იყო, რომ შემოაკლდათ საკვები და ეს რაღაცნაირ გავლენა სოციუმზე მოახდენდა და რა თქმა უნდა, მე როდესაც ლაპარაკი წავიდოდა იმაზე, რომ აი რატო შემოაკლდა და პრობლემაა ეს და აუცილებელია რომ ავადგინოთ იგივე რესურსების, იგივე რაოდენობა და ასე შემდეგ, ამ პიროვნებას მიადგებოდნენ და ბოლო-ბოლო როგორ არის საქმე, დროზე გამოკეთდი რომ დაგვეხმარო და ასე შემდეგ. ხო, ან მას ჩაანაცვლებდნენ ვიღაც სხვით, რომელსაც შეიძლება რაღაც დამართნო და ნადირობის დროს, იმიტომ რომ არაპროფესიონალი იყო და რაღაცა არ გაუფრთხილებლად მოსულდა, ხო? ან თქვა ბავშვს ენახა ეს, მიხვედრილიყო ეთქვა უფროსებისთვის, რომ აი დაავადებული ცხოველია, მენეჯმენტი დაფიქრდებოდა ამაზე, იტყოდა რომ ბედზე ვართ გადარჩენილები, სასწრაფოდ რამენაირად თქვენ უნდა დალაგდეთ, შენ უნდა დაუბრუნდე ისევ კულინარიას და რა თქმა უნდა კონფლიქტი იქნებოდა მენეჯმენტსა ამას შორის. ადამიანები კიდევ ესესწრაფად არ იგდებიან. ანუ საბოლოო ჯამში ეს იტრიალებდა ისევ რაღაცნაირად შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ გამოუთქმელად ამ ადამიანთან მივიდოდნენ, ვისაც თავისით დავიწყეთ ეს ჩვენი გმირი ვინც არის. და რა თქმა უნდა მაიძულებდნენ მას რომ რაღაცა ანუ გაეკეთებინა და ბოლო-ბოლო შეამოწმებდნენ მართლა ცუდად არის თუ რაღაცა სიმულირებს, ხო? და ასე შემდეგ, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ პროცესი, ანუ საქმე იმაშია რომ ფიზიკაში გაიგიათ ალბათ, ხო, არაფერი არ იკარგება, არ ქრება, რაღაცა გარდაიქმნება, ენერგიები გადადის ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცნაირად შეგვიძლია დავატრიალოთ ეს ისე ლოგიკურად არა ჰიპოთეტურად ან წარმოსახვით ლოგიკურად დავატრიალოთ ისე რომ რაღაცნაირად ადამიანს რაღაცა მეუბრუნდება. კაი, ახლა ბევრი განშტოებებით შორს არ წავალ და განვიხილავ, ანუ ეს მანუ რატო ავიღე კუნძული, რომ ჩაკეტილი სისტემა პატარა სისტემაა და სწრაფად ხდება ტალღების დაბრუნება. ეს არ არის მაგალითად ქვეყანა, რომ რაღაცა დიდი დააშავე, რაღაც წარმოებაში რაღაც გააფუჭე და ეს სანამ გაიგო მომხმარებელმა და სანამ იქიდან უკან მობრუნდა, გავიდა თვეები და წლები და შეიძლება შენც აღარ მუშაობ იმ წარმოებაში და ასე შემდეგ და ძალიან მცირე დოზით შეგეხო, სხვებს შეეხო, მაგრამ შენ რაღაცა მცირე დოზით შეხო. ანუ აქ არის პატარა სისტემა და სწრაფად ხდება უკუცემა, ასე ვთქვათ რა. ეხლა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი ვარიანტი, რაც ყველას გაინტერესებს და ყველანი დაფიქრებულ ხართ, რომ ეგრეც არ არის, ხო, რომ გაგვიკეთებია ჩვენც და სხვებსაც რაღაცა ჩუმად ცუდი, რომელიც სულაც არ შემოbrunებულა, ხო? საქმე იმაშია, რომ ჯერ ერთი აუცილებლად მოbrunდება, ამა შეიძლება დაჭიდეს თელი ცხოვრება, მაგრამ ეს მერე აისახება შენს საახლობლოზე, თუ შენზე არა, შენს თავმავლობაზე. რაღაცნაირად ჩვენს გარშემო დატრიალდება. ასევე თუ ფართოდ გავრცელდა ეს ტალღა, დაბრუნებული ტალღის მცირე დოზა მოვა შენზე. სამაგიეროდ დიდ მასას გაინაწყენებ, ხო? თუ რაღაცა გააფუჭე მაგალითად ძალიან დიდი, უკუცემა იქნება ფართოდ გავრცელებული, შენზე მცირე დოზა მოვა, მაგრამ დიდი მასა იქნება შენთან მიმართებაში არც თუ ისე კარგად. ანუ შესაბამისად. როგორი ვთქვა, თუ სიკეთე გააკეთე, დიდი მასისგან მოგიბრუნდება სიკეთე დააშენ. მაგრამ რა ხდება, როცა ილუზია გვექმნება, რომ აი ადამიანი აკეთებს სულ რაღაცას და არ უბრუნდება მას. აი ჯერ ეს ერთი უბრუნდება, როგორც ზემოთ აღწერეთ, მაგრამ თუ აქ ლაპარაკია იმ მომენტზე, როცა დიდი ხნის მერე ხდება ეს. ვთქვათ 10, 20, 30 წლის მერე, მაგრამ მანამდე ხდება უფრო ცუდი რაღაც. ადამიანო თუ ეს პრინციპი არ იცის და არ არის არ ჯერა რომ მას ეს შემოუბრუნდება, მასში ხდება უფრო ცუდი რაღაც. ეს არის ტრანსფორმაცია. ანუ ერთხელ გააკეთე ცუდი, მეორედ გააკეთე ცუდი, მესამედ ესეთი ანეკდოტიც არის HR-ზე და ერთ-ერთი მდიდარი კაცი ჭამია ძმაკაცზე, კანიბალ ძმაკაცზე, ანუ ტიპი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდ საქმეს ჩადიოდა რა. და მე ერთიანად მოუბრუნდა ეს ყველაფერი, ერთიანად შემოუბრუნდა ძალიან ცუდად. ანუ რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცუდ რაღაცას აკეთებ, შენში ხდება ტრანსფორმაცია, რომ აი არაფერი ამას არ მოყვება, არანაირი პასუხისმგებლობა არ არის და შენ ზიანდები. რა არის ეს დაზიანების პროცესი? დაზიანების პროცესი მარტივი რაღაცაა და ამაზე არაერთხელ მისაუბრია.
ადამიანი როგორც ფიზიკური სისტემა მიდრეკილია ენერგიის მინიმუმისკენ, მინიმალური ენერგიის დანახარჯისკენ. მაგალითად, ტყუილი, ძალადობა და ამ შემდეგ ყველაფერი ეს არის მინიმალური ენერგიის დანაკარგით რაღაცა ბენეფიტის მიღება. და ამისკენ ტრანსფორმაცია ძალიან, ესე იგი, მაცდური და მარტივი პროცესია, ხო? ანუ შენ თუ რაღაცას ცუდს აკეთებ, მაგალითად, მოიტყუე, რომ ცუდად ვარ და ერთი კვირა გამაზე იმის ნადირობისა, ხო? და ამან ისე ჩაიარა, მოხდა ისეთ რაღაც, რომ გაიფანტა ეს ენერგია, არაფერი განსაკუთრებით მოხდა ისე ვთქვათ, რომ იმ დროს იმ ერთი კვირის განმავლობაში კაი ნადავლი ქონდათ და შენი არ ყოფნა არ შეეტყოთ, ხო? შენში ხდება ტრანსფორმაცია. ის რომ გააკეთე ცუდი რაღაცა და გაგივიდა. ეს ესეც ანუ ის არის რა ქვია, სამყაროს უკუცემა, მაგრამ ყველაზე სწრაფი და მარტივი. ეს არის შიდა პროცესი, რომელსაც ანუ თვითონ მე როგორ გითხრათ, აი ეს ორგანიზმი გაიძულებს, რომ კიდე გააკეთო ასეთი რაღაც, იმიტომ რომ მარტივად გამოგივიდა რაღაც. ხო და მე ის თემაა უკვე, რომ რაც შენში გროდება, ტრანსფორმირდები და მე უკვე მცირე დოზით დიდი ხნის განმავლობაში ასხივებ ტალღებს, მით უფრო მე დიდი ხნის განმავლობაში შემოგიბრუნდება ის და მიიღებ იგივეს რა. ხო, ანუ აი ეს ძირითადი მომენტი მეორე, რასაც ილუზია გვექნება ხოლმე, რომ ჩვენი ნამოქმედარი არ გიბრუნდება, აი ეს მომენტია სწორედ, როდესაც უბრალოდ დრო არის დიდ მანძილზე გაწელილი და ამ დროს ადამიანი მთავარი პრობლემა იბადება და იზრდება თვითონ ადამიანში. კარგით, სულ ეს იყო ანუ მექანიზმზე, რაც მინდოდა მესაუბრა და ეხლა ერთი კიდევ საინტერესო სატელიტი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ყველგან ვცდილობ უფრო პრაგმატული კონცეფციები შემოგთავაზოთ, ვიდრე რაღაცა ჰიპოთეზა ან ფილოსოფიური მოსაზრება. ესეც ვფიქრობ, რომ პრაგმატულია და რა ვიცი, ალბათ დაუკვირდებით თქვენ ცხოვრებაში და მიხვდებით, რომ ამის ეს მექანიზმი მუშაობს, მაგრამ თუ მაინც ვინმე ფიქრობთ, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და ესე არ არის, ამასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გითხრათ. არის ესეთი ფილოსოფოსის, ასე ვთქვათ, მაგალითი, კონცეპტუალური ისტორია თვალსაზრისის შესახებ, რომ აი დედა და შვილი მისეირნობდა, დაინახეს, რომ ქარი არ ხედა ხის ფოთლებს. დედამ იფიქრა, რომ ქარი უბერავს და ხის ფოთლები ირხევიანო და შვილმა იფიქრა, რომ ქარი უბერავს, ფოთლებს ცივად და კანკალებენ. ანუ ორივემ მოუძებნა რაღაც ახსნა და ორივე კმაყოფილი იყო ამ ახსნით. დარწმუნებული იყო, რომ მართალი იყო ამ სიტუაციის ახსნით და მანამდე იქნებიან ორივენი დარწმუნებულები, სანამ არ წააწყდებიან საწინააღმდეგოს. ეს ისტორია აქ თავდება, მაგრამ მოდი ჩვენებურად განვავცოთ და განვიხილოთ ამის გაგრძელება. როდის წააწყდება კონფლიქტს თავის ახსნასთან დაკავშირებით, როცა დაინახავს, რომ ძალიან ცივა, მაგრამ ქარი არ უბერავს და ფოთლები არ კანკალებენ. მაშ თუ სიცივის გამო კანკალებდნენ, რატო ახლა არ კანკალებენ, ხო? და დაიწყებს ძიებას, რომ რა ხდება მაშინ და რაში ვწდები. როდის შეცდება დედა თავის თეორიაში, თუ ის დაინახავს, რომ ქარია და ფოთლები არ იხევიან. როცა მაგალითად არის ბუტაფორია, მეტალისგან გამზადებული დეკორაციული ხე ძალიან გავს რეალურს და რახან მეტალია, ქარი იმას ვერ ატოკებს და გაშეშებულია რა. ამის შემდეგ ფიზიკოსმა დაინახა და თქვა, რომ აი ფოთლის ღეროებში არის დრეკადობის ძალები, მოქმედებს ნიუტონის კანონები, ქარი აწვება რაღაც წნევით, ის გადაიხრება, შემდეგ დრეკადობის ძალა გადააჭარბებს ამ ძალას, ისე უკან გადმოიხრება და ასე შემდეგ და ამის გამო იხევიან, ხო? ანუ ფოთლის ღეროს აქვს რაღაც დრეკადობის კოეფიციენტი, დათვლის იქ და მიიღებს ამას. მაგრამ ფიზიკოსი როდის დაეჭდება ამაში, თუ დაინახავს რაღაცა მსგავს, რომ არ არხევს ფოთოლს ქარი, როგორც მას გათვლილი ქონდა. ეს იმ შემთხვევაში თუ თქვათ არის რაღაც სცენარე, რომელიც გახმა, ფერი არ დაუკარგავს და იმდენად გამაგრდა, რომ დრეკადობის კოეფიციენტი შეეცვალა. ხო, მაშინ ის დააზუსტებს თავის ფორმულებს და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მოდის თქვათ კიდევ უფრო ზოგადი განმარტება. ფილოსოფოსი
რომელიც ზოგადად იტყვის, რომ ფოთლები იმიტომ ირხევიან, რომ ამ სამყაროში ძლიერი ყოველთვის ჯაბნის სულს და შემდეგ რაღაც ფილოსოფიურ მოსაზრებას იტყვის, რომელმაც შეიძლება რაღაც კონცეპტუალური კრახი განიცადოს რაღაც მომენტში. და შემდეგ ალბათ როგორც ხდება ხოლმე სამყაროში, ისე ციკლი თავიდან წავიდეს. რაღაცნაირი, ესე იგი, ფილოსოფიური დატვირთვა ქონდეს ბავშვის ნათქვამს, რომ სივად ფოთლებს და კანკალებენ. ამასაც რაღაც ღრმა ფილოსოფიური აზრი ქონდეს. ანუ მე ეს ყველაფერი რატომ მოვყევი, რომ მე ხლა აგიხსენით ბუმერანგის პრინციპი რაღაცნაირად, რა თქმა უნდა მე კმაყოფილი ვარ ჩემი ახსნით, სანამ რაღაცა საწინააღმდეგოს არ ვნახავ, ხო? თვითონ პროცესი რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებლად თუ ეს დიდი ხანი გადახარშული გაქვთ, რაღაც ალოგიკობას სადღაც შენიშნავთ. თუმცა ეს განშტოებები რო განვიხილე, ისიც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია და შეიძლება მოხდეს ისე რომ ეს განშტოება ვერ გაითვალისწინოს ადამიანმა და თქვას რომ რაღაც ესე ვერ ხდება რა ადამიანს ცუდი შეიძლება შეერჩეთ. ასეა თუ ისე ჯოულებრივ წარმოდგენა გაქვთ მექანიზმი, არქიტექტურა როგორ მუშაობს ეს მექანიზმი იცით და რა ვიცი, საინტერესო იქნება თქვენთვისაც რომ ცხოვრებაში დააკვირდეთ და გადაამოწმოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.